საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. დღეს მთვარის მე-17 დღეა, რაც ნიშნავს, რომ თქვენს YouTube მიმღებებზე კვლავ თქვენი საყვარელი ტელეგადაცემა გადის. მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. ეს ერთდროულად ეხება როგორც სილამაზეს, ასევე ჯანმრთელობას. ქალებისთვის ეს საინტერესო იქნება იმით, რომ დღეს ჩვენ გავაქრობთ მეორე, მესამე და კიდევ მეოთხე ნიკაპსაც. და აღვადგენთ იდეალურ სახის ოვალს. გაჩვენებთ ვარჯიშს, რომელიც ალბათ არასდროს გინახავთ. მისი დახმარებით შეგიძლიათ გაამკვრივოთ ეს უბედურება, რომელიც აქ არის. პირის დიაფრაგმა ამ ვარჯიშის შემდეგ ზემოთ იჭიმება. ასევე მოვიშორებთ სახეზე შეშუპებას, აღვადგენთ ლიმფოდრენაჟს, დღეს ერთად გავხსნით იმ ლიმფურ არხებს, რომლებიც დახურული იყო. ასევე მეგობრებო, ეს ვარჯიში კარგია იმით, რომ მათთვის, ვისაც სილამაზე არ აინტერესებს და ფიქრობს, რომ ისედაც საკმარისად ლამაზია. იმით, რასაც ახლა გაჩვენებთ, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ტვინის მდგომარეობა და გააუმჯობესოთ მისი მუშაობა. ასევე ვისაც აქვს პრობლემები, ქრონიკული სურდო, ჰაიმორიტი, ინფექცია, ხშირად ყურის ოტიტი, იმით, რომ ჩვენ აღვადგენთ ლიმფის ცირკულაციას, გავაუმჯობესებთ ყველა ამ სისტემის მდგომარეობას. ასევე თუ ქრონიკული ინფექცია გიგროვდებოდათ, მასაც გავანადგურებთ. ამიტომ ძვირფასო ტელემაყურებელ ქალბატონებო, დღეს ვისწავლით, როგორ გავხადოთ ჩვენი სახე იდეალურად ლამაზი და მოვიშოროთ ზედმეტი ნიკაპები. ხოლო სერიოზული მამაკაცებისთვის, მაყურებლებისთვის დღეს ერთად გავანადგურებთ ჰაიმორიტს, ოტიტს, სინუსიტს და სხვა დაავადებებსაც მეგობრებო. მოკლედ, უკვე ვხედავ, რომ მოუთმენლად გინდათ დაწყება. თვალებიდან გეტყობათ, კოვზები გადადეთ, თუნდაც ჩიქებიც კი, ხომ ასეა? მაგრამ მოდით კარგ მადას გისურვებ ყველას, ვინც ჭამს და დავიწყოთ. ორი ვარიანტია, რატომ შეიძლება გაგვიჩნდეს ეგრეთ წოდებული ორმაგი ნიკაპი. აი აქ. რატომ შეიძლება წარმოიქმნას და გაიზარდოს. პირველი, ამ პათოლოგიური პროცესის ორი კომპონენტია. პირველი ნაწილი არის შეშუპება. შეშუპება, რომელიც წარმოიქმნება ლიმფის გადინების, სისხლის გადინების, მათ შორის ვენური სისხლის გადინების დარღვევის გამო. ეს პირველ რიგში კუნთების სპაზმის პრობლემაა. რამდენიმე კუნთთა ჯგუფია დამნაშავე. ეს არის მცირე მკერდის კუნთი, რომელიც ყველასთვის ცნობილია. მის ქვეშ მდებარეობს ლიმფური სადინარები. თუ ეს კუნთი მოკლდება, თუ ის იჭიმება და კარგავს ელასტიურობას, ლიმფური სადინარები იჭკლიტება და ყველაფერი იწყებს დაგროვებას. აი ეს ზედმეტი სითხე იწყებს დაგროვებას. მაგრამ არა მხოლოდ მეორე ნიკაპზე, არამედ აგრეთვე ლავიცის ზემოთ, კისრის არეში და სახეზე. ძალიან ხშირად კიდევ ერთი ნიშანი მცირე მკერდის კუნთის მოკლებისა არის ხელების დაბუჟება. მაგრამ თავდაპირველად ისინი დაგიბუჟდებათ იმ მომენტში, როცა მაგალითად თავს უკან გადააგდებთ, ხელს დადებთ, ან ისეთ პოზაში იქნებით, როცა დიდხანს კითხულობთ, შეიძლება რამდენიმე თითი დაგიბუჟდეთ, რამდენიმე თითიითი. უკვე შემდგომში, როცა ეს კუნთი ძალიან დამოკლებულია, შეიძლება ხელების მუდმივი დაბუჟებაც კი იყოს. ანუ შეშუპების პირველი მიზეზი სწორედ მცირე მკერდის კუნთის მოკლებაა. მეორე კი ეს არის კიბისებრი კუნთების მოკლება აქ. ეს ჩნდება სუსტობის ფონზე, ყველაზე ხშირად მკერდის, კლავიკის, დრილისებრი კუნთის და დრილისკა კისრის კუნთების სუსტობის გამო. ანუ ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ კისრის და ასევე გულმკერდის კუნთები წესრიგში. იმისთვის, რომ ეს შეშუპება მოვიშოროთ, რადგან სითხის ნაწილი წავა, სახე შემცირდება, სახის სიგანე ოდნავ შემცირდება და მას შემდეგ, რაც ამ კუნთებს წესრიგში მოიყვანთ, ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი კომპონენტი. პირველი არის შეშუპება, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, და მეორე არის კუნთების სისუსტე. კუნთები, აქ არის ეგრეთ წოდებული პირის დიაფრაგმა, აქ არის რამდენიმე კუნთი, რომლებიც ქმნიან ეგრეთ წოდებული პირის დიაფრაგმას. აქ არის ყბა, ეს არის ხედვა შიგნიდან. თითქოს ვუყურებთ თქვენს ქვედა ყბას. აი ის, აი აქ არის თქვენი კბილები, ყველა 32 კბილი ადგილზეა, ხო ასეა? ქვედა ყბაზე ყველა გაქვთ და ზედა ყბაზეც კიდევ ორია. მოკლედ, ენა აი აქ აწეულია. აი აქ არის ენის ლაგამი.
და აი აქ ზუსტად მდებარეობს ეგრეთ წოდებული პირის დიაფრაგმა. ეს არის ადგილი, რომელიც კუნთების ჯგუფით არის შექმნილი. და როცა ჩვენი ქვედა კბა, აი მაგალითად ასე გვერდიდან რო დავხატოთ, აი ეს არის ჩვენი ცხვირი, ეს არის ადამიანის პროფილი, არ დაეტია კბა ხელს უშლის, მაგრამ ეს ჩვენთვის საჭირო არ არის. აი აქ გვაქვს თვალი, აქ არის ყური, ეს არის ცხვირი და აქ არის ჩვენი პირი, ხო? და აი ეს ნაწილი ისიც შეიძლება დასუსტდეს და ასე ჩამოეშვას, წარმოიდგინეთ. ანუ აი ეს მთელი კუნთების ჯგუფიც შეიძლება მუშაობას შეწყვიტოს და ამ გზით ცოტა ჩამოეშვას აქეთ. და ჩვენი ამოცანა ავწიოთ ის თქვენთან ერთად ზემოთ. მაშ ორი რამ, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ეს არის შეშუპების მოხსნა ლიმფისა და ვენური სისხლის შემოსვლის გამოსვლის გაუმჯობესება პირველ რიგში. ვენური პირველ რიგში, არა არტერიული. არტერიული კარგად მიედინება, შეშუპება მაშინ ჩნდება, როცა ვენური ცუდად გამოედინება. და მეორე რიგში ჩვენ უნდა აღვადგინოთ ამ კუნთების ჯგუფის ტონუსი, რომ აქ არაფერი ჩამოიშვას, ხომ ასეა? რომ არ იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ნიკაპი, რომ ეს ყველაფერი გაქრეს და ყველაფერი გამკაცრდეს. მაშ მეგობრებო, თუმცა კიდევ ერთი ვარიანტია, მაგრამ ის რა თქმა უნდა ყველა ქალს არ შეეფერება. აქ შეგიძლიათ აი ესეთი ბრწყინვალე წვერი მოიზარდოთ და ასევე მეორე ნიკაპი საერთოდ არ გამოჩნდება, ყველაფერი დაგიფარავთ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველას არ შეეფერება, ყველა არ დათანხმდება ასეთ ნაბიჯზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს გაუგებრობა. დავითხოვთ იმით, რომ შევამცირეთ შეშუპებას. როგორ მოვიშოროთ ის? პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ლიმფოდრენაჟი. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ქვედათბის ეს კუთხე, რომ კაფიოდ იყოს გამოხატული და ზედმეტი არაფერი დაგვიგროვდეს. ლიმფატიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ლიმფური სადინარები, გადინების გზები სწორედ აქ გროვდება ამ ადგილას. ხშირად და პირველ რიგში სწორედ აქ არის დარღვევა, რომელიც ლიმფას აქედან ქვემოთ წასვლის საშუალებას არ აძლევს. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ეს ორი ადგილი, ყურის წინ და ყურის უკან. უნდა მოვადუნოთ ქსოვილები. სასმე ნარღის წინ და უკან. ეს ძალიან მარტივად კეთდება, მეგობრებო, ვიღებთ ორ საჩვენებელ ან ორ შუათიც. როგორც თქვენთვის მოსახერხებელია და თქვენ უბრალოდ იცხებთ კამის აქ ყურის წინ ასე გასრესას. აკეთებთ მოძრაობას ზემოთ ქვემოთ. შეგიძლიათ ერთდროულად გააკეთოთ, თუ ხელები დაკავებული არ გაქვთ. თუ უკვე კოვზი გვერდზე გადადეთ, ჩიკაც გვერდზე გადადეთ. და მოდით ცოტა ეს ვარჯიში ერთად გავაკეთოთ. მაშ ვიზელთ 30 წამის განმავლობაში. ჯერ ყურის წინ თითებით ვიზელთ. ახლა ყურის უკან. აი აქ ყურის უკან გვაქვს დვრილისებრი მორჩი და ამ უბანსაც ვიწყებთ დაზელას. ზემოთ ქვემოთ მოძრაობებით ნუ მოგერიდებათ, მოძრაობები ენერგიულია, ყოველი მოძრაობით უფრო ახალგაზრდავდებით, ლამაზდებით და ჯანმრთელდებით. ხალებში ბრწყინვალება, ლოქებზე სიცითლე, ლიმფა ძარღვებში გაედინება. კომენტარებში დაწერეთ, თქვენი შევძნებით რამდენი წლით გაახალგაზრდავდით მას შემდეგ, რაც ეს დაიწყეთ. ასევე 30 წამი ვაკეთებთ და შემდეგ ვიღებთ ასე. ვიქტორი, გამარჯობა. 200, 2 თითი. და ვიწყებთ ერთდროულად წინა და უკანა მხარეს დაზელას. ორივე მხრიდან შეგიძლიათ გააკეთოთ ეს. ასევე ვაკეთებთ ამას 30 წამის განმავლობაში. ასე 30 წამი დასრულდა. ცოტა დაისვენეთ 1 წამის განმავლობაში. რამდენიმე წამი. ასე ჩვენ მოვადუმეთ ქსოვილები ყურის წინდა და უკან და ეს ახლა მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენს ლიმფას უფრო მარტივად დაეშვას ქვემოთ. აქვე მეგობრებო, გვაქვს საფეთქლის კუნთი.
ძალიან ხშირად ის დაძაბულ და სპაზმირებულ მდგომარეობაშია. და ამ კუნთის მუდმივი დაძაბულობა იწვევს მასში ზედმეტ სისხლის და ლიმფის ნაკადს. და მისი სპაზმი არღვევს ამ ნაკადის გამოსვლას. ანუ კუნთი თავისთავად ხდება თითქოს შეშუპებული, ის ივსება სისხლით და ცუდად აბრუნებს მას, აგროვებს ლიმფას. ამიტომ ეს საფეთქლის კუნთი, რომელიც საღეჭ კუნთებს მიეკუთვნება, ჩვენც უნდა მოვადუნოთ. მოდით სამ ნაწილად დავყოთ იგი. პირველი ნაწილი. აი აქ იქნება ყურის წინ, მეორე ნაწილი ფაქტობრივად ყურთან ერთ ხაზზე და მესამე უკანა, ყურის უკან. აქ უკვე ვისაც როგორ გაქვთ თმა, იმის მიხედვით, ვისაც აქ გვერდზე თმა მოკლეობს, თქვენ შეგიძლიათ დაიზილოთ. ვისაც უფრო გრძელი თმა აქვს, რომ არ მოგწდეთ, შეგიძლიათ მასაჟის მსგავსი მოძრაობებით ეს კუნთი დაამუშავოთ. მეგობრებო, იგივე გავაკეთოთ. ამ კუნთს რომ სპაზმი მოეხსნას, ასევე მასაჟი სჭირდება. შეგიძლიათ მასაჟი ბურთითაც გააკეთოთ, რადგან საჭიროა მისი ხანგრძლივად დამუშავება. ეს კუნთი საკმაოდ დაძაბულია. ბურთითაც მარტივია მისი მასაჟი. ერთ მასაჟის ბურთს სასურველია ტენისის ბურთი, რადგან ეს ადგილი შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს. თუ ადრე მით უმეტეს მას მასაჟი არ გაუკეთებიათ, ამიტომ უმჯობესია რამე უფრო რბილი გამოიყენოთ. დაწექით გვერდზე, აი აქ დადეთ ბურთი, იპოვეთ მტკივნეული წერტილი. აქ ან ამოძრავებთ მარჯვნივ მარცხნივ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა კედელთანაც გააკეთოთ ეს, მაგრამ კედელთან თუ ძალიან გტკივათ წოლაში, თავის წონა ამ კუნთზე ძეწოლას ახდენს და ასე დაამუშავეთ ამ კუნთის ყველა სამი ნაწილი. ეს მომავალისთვისაც დარჩივდებათ, რომ გაასწოროთ ქვა, რადგან ამ კუნთის არათანაბარი დაძაბულობის გამო ისიც იხრება. ცოტაც უკან შეიძლება გადაიწიოს, იმის გამო რომ მისი წინა ან უკანა ნაწილი დაძაბულია. მაგრამ ეხლა ლიმფოდრენაჟისთვის საკმარისია უბრალოდ კარგად გავიზილოთ. მაშასე ამ კუნთის შუა ნაწილსაც დაახლოებით 20-30 წამით ასე ვიზილავთ. და უკანა ნაწილი აქ ყურის უკან. ამ კუნთსაც დაახლოებით 15 წამით ვამუშავებთ და შემდეგ ცოტა მასაჟიც გავუკეთეთ. მასში მტკივნეული ადგილები იქნება. სადაც მტკივნეული ადგილებია, შეგიძლიათ ცოტა ხანს გაჩერდეთ, ასევე მოძებნეთ ადგილები, სადაც კამი ამ კუნთზე ნაკლებად მოძრაობს. იმიტომ რომ იქ ჩნდება შეწევებები კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილსა და თვითონ კუნთს, ამ კუნთის ფასციას შორის. იქმნება თითქოს ასეთი შემაერთებელი ქსოვილის ხიდები, რომლებიც არ აძლევს კანს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. ამის შედეგადაც ჩნდება შეგუბება. მას შემდეგ რაც ამუშავებთ საფეთქლის კუნთს, აი ამას, შეიძლება იგრძნოთ თავში სიხალისის შეგრძნება. თითქოს ბოლოს თავში ახალი სისხლი მივიდა. და ამ ზემოქმედების პლუსი ის არის, რომ ერთდროულად სმენის გაუმჯობესებაც ხდება. ყურის არეში სისხლი მიედინება. ვისაც ყურებში ხმაური აქვს, ისინიც შეიძლება იგრძნონ, ამის შემდეგ რომ ცოტა შეიცვალა. თუ იცვლება, ეს უფრო ხშირად გააკეთეთ. ანუ ხედავთ, არა მხოლოდ თქვენს სილამაზეზე ვზრუნავთ, არამედ ჯანმრთელობაზეც, მათ შორის სმენაზეც. მეგობრებო, საფეთქლის კუნთი უკვე დავამუშავეთ, შემდეგ ქვემოთ გადავდივართ, ეს არხები გავათავისუფლეთ, ჯერ ქვემოთ არ მივდივართ. ართ, ყურს უკან მოიკიდეთ ხელი და მოკაჩეთ. გააციეთ ყურები სხვადასხვა მიმართულებით. გააციეთ ყურის ბიბილო, გააციეთ ყურის ზედა ნაწილი, გააციეთ ყურის შუა ნაწილი და განსაკუთრებით ყურის ქვედა ნაწილი გააციეთ. რადგან ამ ადგილას ძალიან ხშირად ასევე ყურის ნიჟარის არეში წარმოიქმნება გარკვეული შეგუბებები. არსებობს გარკვეული ადგილები, სადაც ლიმფა გროვდება. და ამგვარად, როდესაც ყურს ქაჩავთ, თქვენ ააქტიურებთ მოძრაობას. ლიმფურ ძარღვებში. დაახლოებით 15-20 მოძრაობა თითოეულ მხარეს გააკეთეთ. შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს, მაგრამ ნორმაში ტკივილი არ უნდა იყოს. თუ ტკივილს გრძნოთ, ცოტა უფრო მსუბუქად გააკეთეთ და ხშირად გაიმეორეთ ეს, სანამ ტკივილს აღარ იგრძნობთ. ყოველდღიურად, სანამ ტკივილს აღარ იგრძნობთ. მაშ გავაგრძელოთ. ეხლა უკვე აქ ქვემოთ ჩავდივართ.
ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ სადინარები. აქ გვაქვს სტერნოკლეიდომასტოიდური კუნთი, ხოლო მის უკან სკალენური კუნთები. აქ ჩვენ ვასრულებთ ასეთ მოძრაობებს ზემოდან ქვემოთ, თვითონ კუნთზე და ოდნავ მის უკან. აქ ჩვენ ვასრულებთ დაახლოებით 20 მოძრაობას ერთ მხარეს. ისინი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, ანუ თქვენ უბრალოდ არ ისვამთ ხელებს განზე, არამედ ზეწოლით აკეთებთ ამას. აწვევით და კუნთს ქვემოთ ამოძრავებთ. აუმჯობესეთ ლიმფის გადინებას, აშორებთ სტაგნაციას. მეორე მხრიდანაც იგივე აკეთებთ. თუ ყურადღებას მიაქცევთ სხვადასხვა ასაკის ადამიანების სახეებს, ისინი განსხვავდებიან არა მხოლოდ იმით, რომ მაგალითად 90 წელს რომ მიაღწევენ აბქ ნაოჭები, 40-ში ნაკლებია, 20-ში საერთოდ არ არის. გარდა ამისა, სახეები განსხვავდება ფორმით, სიგანით, ანუ წყალი პირდაპირ გროვდება, აი მიაქციეთ ყურადღება. ანუ ასაკობრივი ცვლილებები ძალიან ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ სახეზე შეშუპება, ცხვირი იზრდება, თვალი მცირდება, ქუთუთო ეშვება. აი ეს ყველაფერი ზედმეტი წყალია, რომელსაც ახლა ერთად ვიშორებთ, რომელიც გიგროვდებათ თავის არეში და ისიც კი ქუდი, რომელიც 18 წლის დაბადების დრეზე გაჩუქეს, უკვე აღარ გერგებათ თავზე. ეხლა სადეთ, მერე მოიზომოთ, თავისუფლად დაგეტევათ. მაჟდა ბოლოს მცირე მკერდის კუნთი. მცირე მკერდის კუნთის გაწევა ძალიან კარგად შეიძლება კარის ჩარჩოში, ამას უკვე ვიცით როგორ გავაკეთოთ. მაგრამ არსებობს სხვა გზებიც. ერთ-ერთი მათგანი არის ჩვენი რომბისებრი და ტრაპეციული კუნთების აქტივაცია. და იმისთვის, რომ ეხლა მცირე მკერდის კუნთი სწრაფად მოვადუნოთ, საჭიროა ჩვენი ტრაპეციული კუნთი დავძაბოთ. ამისთვის ვაერთიანებთ ბეჭებს უკნიდან და ვადუნებთ. ვაერთიანებთ და ვადუნებთ. ვაკეთებთ ასეთ 10 მოძრაობას, როცა ხელები ქვემოთ გვაქვს. 10 ჯერ გავაკეთეთ, შევაერთეთ ჩვენი ბეჭები. შევაერთეთ, ვიჭერთ ერთ გზამს, ვადუნებთ. შევაერთეთ, ვადუნებთ. პირველი პოზიცია. მეორე პოზიცია. შევაერთეთ, მოვადუნეთ. შევაერთეთ, მოვადუნეთ. შევაერთეთ, მოვადუნეთ. ასევე 10 ჯერ და მესამე პოზიცია. ხელები თავის უკან, ვაერთებთ ბეჭებს, ვადუნებთ. ვაერთებთ, ვადუნებთ. აქ ვაკეთებთ მოძრაობას წინ, რომ კუნთმა მოძრაობის სრული ამპლიტუდა შეასრულოს. წინ გააკეთეთ, უკან. წინ, უკან. ამ მდგომარეობაში უმჯობესია სრულ ამპლიტუდაში მოძრაობა გააკეთოთ. აქ ხელები წინ გააერთიანეთ, უკან კი ბეჭები. უკან ხელები გააერთიანეთ, უკან ბეჭები. წინ ხელები გააერთიანეთ, უკან ბეჭები. ხელები უკან წაიღეთ, აი ესე, თითქოს სეირნოთ. თითქოს სასეირნოდ გახვედით, ბეჭები გააერთიანეთ, იდაყვებით წინ გააკეთეთ, ბეჭები გააერთიანეთ, იდაყვებით წინ, ხელები ზურგს უკან დუნდულებზე დადეთ. ასევე ვაკეთებთ 10-15 მოძრაობას. და ამგვარად მოვადუნეთ გულმკერდის კუნთები და დავძაბეთ ბეჭებს შორის კუნთები. ასევე თავად ამ კუნთს გულმკერდისას ოდნავ დაუკაკუნეთ. ხელით პირდაპირ დაუკაკუნეთ. იმისთვის, რომ გაათავისუფლოთ იგი მოდუნებისგან, სიბერისგან, რომ ყველაფერი ზედმეტი, რაც მას მიეკრო, არასაჭირო შეწებებები, ფიბროზი, აღარ უშლიდეს ხელს მუშაობაში. ორივე მხრიდან. იგრძენით, როგორ იწყებს ახალი სუფთა სისხლი ცირკულაციას თქვენს ლიმფატიკურ და სისხლძარღვოვან სისტემაში. მეგობრებო, პირველი ნაწილი, სადაც ჩვენ თქვენთან ერთად ხსნით ლიმფის ცირკულაციის დარღვევას, დასრულებულია. ეხლა მეორე ნაწილი, ყველაზე საინტერესო. როგორ გავამაგროთ ეს კუნთები, პირის დიაფრაგმის კუნთები. უყურეთ. ვარჯიში ძალიან ეფექტურია ის არა მხოლოდ ორმაგი ნიკაპის დაჭიმაში გეხმარებათ. თქვენს ორმაგ ნიკაპს ერთ ნიკაპად აქცევს, მას პირველ კატეგორიაში გადაიყვანს. მეორე კატეგორიის ნიკაპს პირველში გადავიყვანთ. მაგრამ ასევე ის ეხმარება კბის სწორი მდებარეობის აღდგენასაც.
ის ეხმარება მათ, ვისაც აქვს დიქციის პრობლემები, რადგან ასევე ირიბად მოქმედებს ენის კუნთებზე. უკეთესად დაიწყებს თქვენს პირში მოძრაობას. და კიდევ ბევრი სხვა დადებითი ეფექტი, რომელთა შესახებაც კომენტარებში დაწერეთ, როცა დაიწყებთ ვარჯიშს, რა ცვლილებები შეგემთხვათ მას შემდეგ, რაც ამ ვარჯიშს გაეცამით. მას აქ გვაქვს ზედაკბა, აი აქ მდებარეობს, აი ზედაკბა და სასა. მოდით თვალსაჩინოებისთვის დავხატოთ, აი ესენი ჩვენი კბილებია, ეს წინა ზედაკბილები. აი ეს ჩვენი პირია, ეს ქვედა კბილებია. აი ანა გვაქვს. ეხლა ენა რაც შეიძლება ძლიერ უნდა მივაჭიროთ, რაც შეიძლება დიდი ნაწილი ენისა მივაჭიროთ ზედა სასას. ანუ მხოლოდ ენის წვერი კი არ უნდა მიაჭიროთ ზედა სასას, არამედ ეცადეთ რაც შეიძლება დიდი ნაწილი ენისა მიაჭიროთ ზედა სასას, რომ ერთმანეთს შეეხონ. და ამ ენის მდებარეობის შენარჩუნებით ეხლა იწყებთ პირის გაღებას. აქ არის ენის ლაგამი, ამ მდგომარეობაში ის დაგეჩიმებათ. ვიღაც ამ დაჭიმულობას იგრძნობს, ვიღაც არა. ეს ყველაფერი ენის ლაგამის სიგრძეზეა დამოკიდებული. და იმავდროულად, როცა კბა დაბლა მიდის, ენა თავის ადგილზე რჩება და ამ დროს პირის დიაფრაგმა ზევით იწყებს აწევას. მეგობრებო, გაჩვენებთ, როგორ კეთდება ეს. ნახეთ, ენა მიაჭირეთ. უკვე იმის გამო, რომ ენა მიაჭირეთ, ხელები შეგიძლიათ აქ დადოთ თქვენი მეორე ნიკაპის არეში, ან ვისაც მესამე აქვს, იქაც შეიძლება დადოთ, ან პირველზე. ენა მიაჭირეთ და იწყებთ პირის გაღებას. ვიღაც ისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება თუ თავს ოდნავ უკან გადახრით, რომ ქვედაკბის მოძრაობის ამპლიტუდა უფრო დიდი იყოს. ასევე შეიძლება იგრძნოთ დაძაბულობა სწორედ ამ ყველა კუნთის არეში. ასეთი მოძრაობები გააკეთეთ 10 ჯერ, დაისვენეთ, შემდეგ კიდევ 3 მიდგომა გააკეთეთ. ამ ვარჯიშის 2-3 მიდგომა უნდა გააკეთოთ. მეგობრებო, ეს მოძრაობა შეგიძლიათ გააკეთოთ დღის განმავლობაში, მაგრამ სასურველია რომ არავინ გხედავდეთ, მაგრამ თუ პირბადით დადიხართ, შეგიძლიათ უფრო ხშირად გააკეთოთ. მისი დახმარებით ძალიან კარგად იშლება 2 მაგი ნიკაპი, 3 მაგი და 4 მაგიც კი. ეს ვარჯიშები ყველა უნდა გააკეთოთ. მეგობრებო, რომ თქვენ ძვირფასო გავონცერებო, იყოთ ლამაზები, ჯანმრთელები და მხიარუნები. გისურვებთ, რომ უყუროთ თითოეულ ვიდეოს, არ გამოტოვოთ და ყურადღებით უყუროთ. აბა როგორ მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარებში. ასევე დაალაიქეთ და დაწევეთ კომენტარები. და ახალ გადაცემებამდე, ძვირფასო მეგობრებო.